ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ქართული ოცნების წევრებისთვის ახალ სანქციებს აანონსებს. ამჯერად უილსონი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას აფრთხილებს და ამბობს, რომ დროა მათ ქართული ოცნების მხარდაჭერას შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონგრესმენის თქმით ოლიგარქ ივანიშვილის ბედს გაიზიარებენ და დასანქცირდებიან. თუ თქვენ ხართ კორუმპირებული ქართული კოშმარის მატარებელში, რომელიც ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენაა მიმავალი, ახლა დროა ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში აღმოჩნდებით, სამუდამოდ მანდ დარჩებით. არავითარი ფული, არავითარი მოგზაურობა. ჯო უილსონმა სანქციები ქართული ოცნების კორუმპირებული წევრების ნათესავებისთვისაც დაანონსა. მისი თქმით, მაშინ როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები დემოკრატიას უპირისპირდებიან, მათი შვილები ამერიკაში ცხოვრებით ვერ დატკბებიან. ამერიკა სანქციებს დააკისრებს და ჩვენი ქვეყნიდან გააძევებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს. ივანიშვილი და მისი გარემოცვა. კორუმპირებულის შვილები და ნათესავები ვერ დატკბებიან ცხოვრებით ჩვენს დიდებულ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც მათი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ, ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე. ეს არ არის უილსონის პირველი პოსტი ქართული ოცნების დასანქცირებასთან დაკავშირებით. მანამდე უილსონმა საკუთარი გზზე ტვიტების სერია გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას ტერორისტებთან დაახლოებულს უწოდებდა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით მინიშნებაც გააკეთა. პოსტების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქცია დაუწესა. შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკა. მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024 განკარგულების საფუძველზე. ეს არის განკარგულება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის საზიანო ქმედებების საპასუხოდ. მასში ხვდებიან ისინი, ვინც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ღირებულებებს და ჩართული არიან საერთაშორისო კორუფციაში.